კიდევ ერთხელ ვიტყვი მიეცით ბავშვებს წამალი. კახა და სხვა მშობლები არაფერს არ ეთხოვენ გარდა საკუთარი შვილების მომავლის გახანგრძლივებას, საკუთარი შვილების ჯანმრთელობას. მეც არაფერს არ ეთხოვენ. რაც ვიხილეთ პარლამენტში, ეს არის ადამიანური დეგრადაციის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი და ამორალური სახე, რომელიც არის მიშა სარჯოლაძე. ის თუ რა ჭირს ქართულ ოცნებას, რას ნიშნავს ხელისუფლების ხრწნა, რას ნიშნავს ხელისუფლებით თრობა, რას ნიშნავს აი ეს აღვირახსნილობა ზოგადად ავტოკრატიული სისტემის, აღვირახსნილობა აი ამ რაღაცა ხელშეუხებლობის, კასტებად გაყოფის, აი ამ ჯოჯოხეთის, რასაც ქართული ოცნება წარმოადგენს დღეს 2026 წელს, ამის ყველაფრის სახეხატება არის ეს ზეზეული პოლიტიკური ლეში, რომელიც დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია. რომელიც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია, რომელიც პასუხისმგებელი არის ამ ქვეყანაში ყველა ავადმყოფის გამოჯანმრთელებაზე, ოპონენტებს ავადმყოფს ეძახის დასამცირებლად. ამორალის კაცი არის ხალხო. ესეთი დეხუმანიზაცია მე ქართულ პოლიტიკაში, ხო ჩვენ უახლესი ისტორია ეს არის სამოქალაქო ომით დაიწყო. ესეთი დეხუმანიზაცია პოლიტიკურ პროცესში, რასაც ეს კაცი კადრულობს, მე მართლა არ მინახავს. ნამდვილად ქართული ოცნების სტანდარტისთვისაც გამოუცებელია და ეს კაცი საქართველოს მოქალაქეებს თქვენი ეთერით ზალიკო შევახსენებ, რომ აი ეს კაცი არის პასუხისმგებელი საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვით ყოველ მესამე ლარზე. ყოველი მესამე ლარი, რომელსაც ხარჯავს ქართული სახელმწიფო, ამაზე პასუხისმგებელია მიხეილ სარჯოლაძე. და ეს არის ადამიანი, რომელიც აი ამ ცინიკური სახით, ამ ექიდნური ლაპარაკით და აი ამ რაღაცა ბინძური დრამატული საუბრით, რომლითაც დღეს ტრიბუნიდან ის მიმართავდა ოპონენტებს და მიმართავდა მშობლებს და მიმართავდა ადამიანებს, რომლებიც ბავშვების სიცოცხლის განხორციელებას ითხოვენ, აი ეს კაცი ამბობს, რომ 9 მილიარდიდან 30 მილიონი ლარი ვერ გამოყო ამდენი თვის მანძილზე საქართველოს რა ქვია, ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიუროკრატიული ერთეულია ქართულ სახელმწიფოში. ეხლა რაც მოისმენთ, 10 მილიონათაც შესაძლებელია ის ყველაზე იაფი წამოწევა. ეს არის რაღაც 10 მილიონი ჯდება. 10 მილიონზეც არ არის ლაპარაკი. შეხედეთ, როდესაც აი ამის ეს მასშტაბი მინდა ყველას ესმოდა. შეიძლება თითოეული ჩვენთაგანისთვის, ჩემთვის, თქვენთვის და ყველასთვის დარწმუნებული ვარ, ვინც გვიყურებს, გარდა გამონაკლისი ქართული ოცნების წარმომადგენლებისა, 30 მილიონი ლარი ძალიან ბევრად ჟღერდეს. მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ მიხეილ სარჯოლაძის სამინისტროს ბიუჯეტი არის 9 მილიარდ ლარზე მეტი. 9 მილიარდ ლარში 30 მილიონი ლარის პოვნა, როდესაც თან მთელი შენი საპროპაგანდისტული სისტემა გაქვს აწყობილი იმაზე, რომ ჩვენ ვართ ეკონომიკური განვითარების ზენიტში, აი ეხა ქართული ოცნება არის თავის ეკონომიკური განვითარების ზენიტში, როდესაც ამბობ, რომ შენი ხელმძღვანელი ის კაცი, ვისი ხელდასმითაც ამ ყველაფერს აკეთებენ. ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედი. აი ეს ორი მთავარი პროპაგანდისტული ხაზი რო გაქვს, აი არ შემიძლია ამაზე უბრალოდ მაქსიმალურად ვთქვით, რომ ემოციების გარეშე ვილაპარაკო, უბრალოდ წარმოუდგენელია. ორი დღეა უყურებთ ამას ზალიკო ჩვენ საქართველოს პარლამენტიდან, აი ამ რაღაცა ცოცხალ მკვდარ არსებებს უყურებთ, რომლებიც ამბობენ ორ მთავარ რაღაცას, რომ საქართველოს ყვავის ეკონომიკურად, აი სულ ბოლო ორი დღე ავიღოთ, საქართველოს ყვავის ეკონომიკურად და ბიძინა ივანიშვილზე დიდი ქველმოქმედი, არ ვიცი, ამ ქვეყანას არ ყოლია მისი მრავალ საუკუნოვანი და 1000 წლეულოვანი ისტორიის მანძილზე და ეს ხალხი ამის პარალელურად დღეს ამბობს, რომ 30 მილიონი არ შეუძლიათ გამოყოთ, თუნდაც იმისთვის, რომ ერთი წლით, ერთი თვით, ან ერთი დღით ყველაზე ძვირფას რაც ამ ქვეყანას აქვს. ამ ქვეყნის ბავშვებს 80-დან 100 ბავშვს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, ვერ აღწერ პოლიტიკურად რა მიზანს ემსახურება, ან რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს. მართლა ვერ ვს. თქვენ ეხლა ის ეკონომიკური აყვავება ახსენეთ, რომელიც დღეს ქვეყანაში რა თქვენ ბრიფინგი ქონდათ დღეს, სადაც ის ყვილები ჩამოთვალეთ, რომელიც მოისმინეთ თქვენ კობახიძის გამოსვლაში, ხო? 100 ლარიანი ხორცი, რომელიც თურმე ნახევარკილოობით უნდა ვიყიდოთ ხორცი და ის 10 ლარი ღირს, თუმცა ასეც არ არის რეალურად, არც ეს ხორცი არსებობს არსად. რა გვითხრა გუშინ კობახიძემ, როდესაც ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ წამომყევი აგერ მაღაზიაში და ერთად ვიყიდოთ პროდუქტი.
რა იყო ეს მორიგი პოპულისტური ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ რეალურად დღეს რო დავიაროთ ყველაფერი, ასეთი პროდუქცია არ არსებობს ბუნებაში. ხო, ნუ რა თქმა უნდა, არის არსებობს ასეთი პროდუქცია, იმიტომ რომ ბუნებაში ეს რამე არ ხდება. ხა რამოსატანია აი ამ არაადამიანობის იმ მასშტაბთან, რაც ჩვენს აი ამ საუბრის თემას ეხებოდა, მაგრამ ესეც გაგრძელება არის ამ ხაზის, ხო? სრული რაღაცა მარია ანტუანეტიზაცია ამ ხელისუფლების. სრულიად რეალობისგან მოწყვეტა და იცი რა, პროპაგანდა ქმნის ალბათ ამას, აი ეს რაღაც ავტოკრატიულ სისტემაში პროპაგანდისტული აი ამ რაღაცა სმერჩის დატრიალება იწვევს აი ამას, იწვევს იმას, რომ სრულად ხდება ხელისუფლების დისტანცირება რეალური ცხოვრებისგან. არ ვიცი ეს კაცი ბოლოს ეხლა ის რომ საოკუპაციო ხაზთან არ არის ნამყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაწოდებული ადამიანი, ყოველ შემთხვევაში მას ასე რო გონია. საოკუპაციო ხაზთან არის ნამყოფი. ეს ერთი დიდი ტრაგედია არის, მაგრამ საოკუპაციო ხაზი იქით იყოს კაცი მაღაზიაში არ არის ნამყოფი. ინტერნეტით გავიგებ ასებიო. რა ინტერნეტში დადის დანარჩენი საქართველოსგან, ეგრევე შევედი ინტერნეტში, ზალიკო გულწრფელად გეტყვი, მართლა დავეჭვდი საკუთარ თავში. ვიჯექით საღამოს და დავეჭვდით უბრალოდ რომ რა პრობლემა ხო არა გვაქვს, მაშინვე შევედით. სანამ ბაზარში გავიდოდით, იცი რომ ჩვენი სათაო ოფისი სადგურზეა და იქ ახლოს ბაზარი, სანამ ბაზარში გავიდოდით და მაღაზიებში ფიზიკურად გადავამოწმებთ, უბრალოდ ჩვენს ინტერნეტში შევედით. და რა ვიცი, არ აღმოჩნდა არსად. ხო, მე ერთი დღე გავიდა, ესეთი მოკლეფეხიანი ტყუილსაც ხო რაღაც ზღვარი ხო შეიძლება გქონდეს. ჯერ რომელი ქართველი დიასახლის ვინ გინახავს საერთოდ ეგეთ ადამიანს იცნობ ამ ქვეყანაში, ვინც 9 კილოობით ითვლის ხორცის ფასს. ან 9 კილო ხორცი რა არის? 9 კილო ხორცი ერთი სრულფასოვანი ოჯახისთვის ამ ქვეყანაში, რა ვიცი, რომელსაც ერთი შვილი ყავს თუნდაც, წყვილი რომელსაც ერთი შვილი ყავს, 9 კილო ხორცი ერთი სადილი არის. მეტი არაფერი არ არის და მარტო ის 9 კილო ხორცი ერთ სადილად არ გეყოფა. ვინ ითulis ჯერ ესე ამას? ეს ხო რაღაც იაფასიანი სვლა არის, რომ დაკლები რიცხვი გითხრას მერე ფულში. და მეორე, ეგეთი რამე არ არსებობს ამ ქვეყანაში. და მე აღმოჩნდა რა, რომ რომელიღაცა ერთი კონკრეტული მაღაზიის ქსელის კონკრეტული დღის ფასდაკლებაზე და ფასდაკლება არის ხორცზე, რომელიც სავარაუდოდ უკანასკნელ წუთებს ითვლიდა თავისი ვარგისიანობის და უკანასკნელ საათებს. და რას ეუბნება, ანუ გზავნილი რა არის, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ზუსტად რამოდენიმე წამით ადრე სანამ ამ ყველაფერს იტყვა და ამბობს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ყვავის ეკონომიკურად, ანუ აქ ყველაფერი კარგად არის, მშვიდობა არის, აყვავებულია ეს ქვეყანა და საქართველოს მოქალაქეები სხვა საფეხურზე გადადიან, აი ამ სიტყვების ავტორი იმავე წამს იძახის თავარი გზავნილი არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აჭამონ თავის შვილებს და ჭამონ თვითონ ჩამოწერილი აი ვადაგადაცილებას მიტანებული ხორცი, ტყუილი თან იქაც ფასი მართალი არა და ამასაც ორი სიტყვით ვიტყვი და ესა რა ქვია, პირველი კატეგორიის კვერცხი, რომელიც ხარისხზე არ ვილაპარაკებ, ვილაპარაკონ თავად მეწარმეებმა არ შევალ ამაში. და ეს ყველაფერი თან ტყუილია. 15 ლარი, 16 ლარი, 22 ლარი, 17 ლარი. აი ეს არის ქსელების მიხედვით. ორი ნაბიჯი ფრესკო, გუდვილი, წერტი. თავარი ქსელები ამ ქვეყანაში, ვინც ხორცს პროდუქტებით ვაჭრობენ, მათი ფასები არის 9 კილოზე. 9 კილოზე. ბაზარში საშუალო ფასი არის 29 ლარიდან 38 ლარამდე 1 კილოგრამ საქონლის ხორცზე. ამიტომ ეს არის რაღაცა ამაზე დიდი ბოროტება, არ ვიცი რა არის უკვე, როდესაც სრული გაუცხოება გაქვს საკუთარ ხალხთან და დაცინი და ამას გზავნილს უგზავნი. მაგრამ ამ ფონზე ნახეთ, ძალიან მალე სავარაუდოდ ორ კვირაზე მეტი ალბათ აღარ გადაცილდება, როდესაც ყობახიძემ უნდა თქვას, როგორ უნდა გააიაფოს ქვეყანაში ფასები. გუშინ ამბობდა, რომ სტაბილურია დღეს ფასები ქვეყანაში და აღარ ვძლებდა, მაგრამ დღეს რომ გავედით და ბენზინ გასამართ სადგურებს რომ შევხედეთ, ნახეთ რომ ფასები არათუ სტაბილურია, ამედ რეკორდებს ხსნის უკვე საწვავი ისე. როგორ არის სტაბილური? ამ ფონზე რა მოლოდინი გაქვთ? რას ეთქვის ხალხს ირაკლი ყობახიძე თუნდაც ორ კვირაში? მე არ მგონია იცით ირაკლი ყობახიძე რომ ის რომ ეკონომიკასთან ძალიან წყრალად არის ეს გავიგე, მაგრამ უტვინო კაცი არ არის, ის უბრალოდ უწიფარია ყოვლად, როდესაც ამას იძახის, უბრალოდ იტყუება ძალიან მწარედ, ხო? როგორ შეიძლება ამ ვითარებაზე თქვა, რომ ფასები არის სტაბილური? ანუ მარტის მონაცემები გამოქვეყნდა ინფლაციის, სადაც ჯამურად სასურსათო პროდუქტების ინფლაცია არის 7.5%. მარტივი ერთი კაცის ხო ყავს იქ, ვინც ურჩევს და ეუბნება, რომ იცი არ შეიძლება ეგრე ლაპარაკი, იმიტომ რომ დათვლის მეთოდოლოგია
იგი არსებობს, საერთაშორისო აპრობირებული და ვერ იტყვი ამ ვითარებაზე, რომ ფასები სტაბილურია, როდესაც 7.5%-ით სასურსათო პროდუქტებზე იწევს ფასები. ინფლაცია ნიშნავს, ინფლაცია 7.5%-ი მაჩვენებელია, ფასებმა აიწია ამდენი. როდესაც ამას იძახი, როდესაც იცი რომ 1 აპრილიდან ანუ ამ ეს თვე რო ჩაიხურება და შემდეგი სტატისტიკა გამოვა მომავალ თვეს, ელექტროენერგიის გადასახადი 30%-ით გააძვირე. შესაბამისად იცი რომ მთელ ეკონომიკაზე იმოქმედებს ეს და მთელ პროცესზე და ყველა პროდუქციის ფასზე და ესეც გაძვირდება. და ამას ემატება საწვავის ის ფასი, რომელიც თქვენ ახსენეთ და გარკვეულ კატეგორიებზე, მაღალ კატეგორიებზე საწვავის და კონკრეტულ პროვაიდერებთან უკვე 4.5-ზე მეტი ღირს, 4.5-მდე ღირს გარკვეული კატეგორიების საწვავის. ეს რო გესმის და ამაზე ამბობ რომ სტაბილურია ფასები, არ ვიცი რის იმედი გაქვს გარდა პროპაგანდისა და გარდა შიშის მანქანისა. ანუ ამაში რას ემსახურებოდა მთელი ეს კამპანია, რომელიც 4 თვის წინ დაიწყო, სადაც დაანონსეს რომ ფასები გაიაფთება, შექმნეს კომისიები, დაიწყეს გამოძიება, რა ვიცი, საპარლამენტო კომისიამ ეხლა რეკომენდაცია უნდა გასცეს. ასე დაუფიქრებლად დაიწყეს ეს კამპანია და ესე დაუფიქრებლად გადადგეს ნაბიჯი, იმიტომ რომ არსებობს რომ ეკონომისტებს რაღაც რჩევა არ მიეცათ მაინც თავრობისთვის რომ ეს მარტივად ფასების დაწევა სულ რომ არ ვისაუბროთ იმ გლობალურ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონში დადგა ამ ბოლო პერიოდში, ეს რო გვერდით გადავდოთ, ხო? ეკონომისტები ხო ასე ბრმად ხო არ იტყოდნენ რომ კი, ფასების დაწევა შესაძლებელია თუ რაღაცა ასე გააკეთებ, მაგრამ რეალურად არც არაფერი არ აკეთდება იმისათვის რომ ფასები დაიწიოს. ეს ვერ კეთდება ხო ხელისუფლების ხელშია იმისათვის რომ ფასებმა დაიწიოს. რუსული რულეტკაა, ჩვეულებრივი, პოლიტიკური, როდესაც ამას აკეთებ, მე ვერ გეტყვით, მე დიდი ხანი ამას ვამბობ და არ მგონია რომ ეს ქვეყანა რაციონალით იმართება და რაციონალური მიდგომებით იმართება, იმიტომ რომ რაც შენახწერი არის ყველაზე ნორმალური, უბრალოდ ნორმალური ადამიანის, არა რაღაცა ღრმად განსწავლული ნორმალური პოზიციონირება ამ საკითხთან, რომ ცოტა დავფიქრდეთ, როდესაც ამ ხელა ავანტურაში შედიხარ, ხო, როცა ავანტურაში შედიხარ, რომ საბაზრო ეკონომიკაში, ქვეყანაში, იმ მასშტაბის ეკონომიკით, როგორც საქართველოს არის და ეს პატარა მასშტაბი არის და ქვეყანაში, რომელსაც 80% თავის ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე არის დამოკიდებული იმპორტზე, რომ ასეთ ქვეყანაში შენ შეგიძლია ფასები აკონტროლო რაღაც ჯადოსნური ჯოხით. ეს ერთ მხრივ ერთი რაღაცა ირაციონალური ავანტურა არის, რომლის უკანას ჩემი აზრით დგას ახირება ერთის მხრივ ივანიშვილის და იმ ხალხის, რომელიც მას პასუხს ვერ სცემს და მეორეს მხრივ ეს არის მცდელობა, რომ მოდი რა პროპაგანდისტულად გავყიდოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ფასები ვაკონტროლოთ. ანუ ხედავენ რეალურ პრობლემას, ხედავენ რომ აქედან გამოშიგუნა ხდება მათი ელექტორატის და უბრალოდ არა აქვს უკვე მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას. ეს პროპაგანდა ხო შედეგზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, რაღაც შედეგის გათვლა იყო ის რისკი, რომ მაგალითად ისინი ამ რისკს თuliდნენ ესე, რომ რაღაც არ ვიცი, სულ ირანში არ მომხდარიყო არაფერი, მაგალითად თურქეთი საკმაოდ არასტაბილური მონეტარულად არასტაბილური ქვეყანა არის, დიდი ინდუსტრიული განვითარებისა, თურქეთში მაგალითად არავითარი ინფლაცია არ იქნებოდა და რეგიონში სიმშვიდე იქნებოდა და ის ქვეყნები, რომელიც ამ საქართველოს სასურსათო პროდუქტებით ამარაგებენ, ამ ქვეყნებში სტაბილურობა იქნებოდა და თან ზეწოლას მოახდენდნენ შემომტანებზე, ზეწოლას მოახდენდნენ წარმოებლებზე, აი სუსის და შიშის მანქანით რაღაცა OBХS-ის პრინციპით და ამითი რაღაცა დროებით ეფექტს შექმნიდნენ. აი რაღაც რაციონალიზებას ვცდილობდა, ეს არის. ამის მიღმა არის სრული სიგიჟე. და ამ სრულ სიგიჟეს ყავს პასუხისმგებელი ზალიკო. ჩვენმა მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფრის ავტორი არის თავად ირაკლი კობახიძე. ირაკლი კობახიძემ ეხა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ის კომისია ბოლო წერტილია, რაც თქვენ ახსენეთ, რომელიც დაამთავრა ფაქტორად მუშაობა, რაღაცა მოიგონეს, ეხლა რომ საწვავის ფაზეც ვილაპარაკებთო. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ირაკლი კობახიძემ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ კონკრეტული მოვლენის გამო უნდა აიღოს მან და თქვას, რომ ეს იყო სრული კრახი და უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. უნდა წავიდეს, იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ ამაზე თქვა ეხა, რომ რა ვიცი ეხა ეს აი გვინდოდა და არ გამოგვივიდა, იმიტომ რომ თვითონ მოიგონა, თვითონ მოხარშა და ეხა თვითონ უნდა იწვნიოს შედეგები აი ამ სრული ფარსისა, რასაც ფასების კონტროლის მექანიზმები ქვია.